ეს ულამაზესი სოფელი არის სოფელი ბიაო-შიუენი. ამ სოფელში სულ ცხოვრობს 73 კომლი, რომელიც 307 ადამიანს შეადგენს. ეს სოფელი ცნობილია პეპლების ხეობით, სადაც ძალიან ბევრი სახეობის პეპელა ბინადრობს. ეხლა კი მე გადავინაცვლებ პეპლების მუზეუმში და ვნახავ იქ რა ხდება. პეპლების სამყარო და პეპლების მუზეუმი, სწორედ ასე ქვია ამ ადგილს, სადაც ეხლა მე შევდივარ. პეპლების მუზეუმში ვიმყოფები ეხლა მე და ხელში მიწირავს ერთ-ერთი სახეობის პეპელა. სულ ამ სოფელში გამოვლენილია 320 სახეობის პეპელა, რომელსაც თქვენ ეხლა კადრში ხედავთ. ეს არის იუნანის პროვინცია. თქვენ რასაც კადრში ხედავთ, ეს არის ნამდვილი პეპლები. ნახეთ, მწვანე შეფერილობის და ასევე მუქი შეფერილობის სახლი, ანუ ესე ვთქვათ, სახლი ქვია, პარკი ქვია, სწორედ აქედან იჩეკება ერთ-ერთი სახეობის პეპელა, რომელსაც ახლა თქვენ მე აქ გაჩვენებთ. აი, ნახეთ, ეს არის პეპლები, ერთ-ერთი სახეობის პეპელა, რომელიც სწორედ ამ პარკიდან იჩეკება. ეს არის ცოცხალი, კი მეშინია ხელის მოკიდება, მაგრამ უნდა გავრისკო. იმედია, აი მე ვერ ვკიდებ ხელს. ცოცხალია. აი, ეს არის ცოცხალი. ეს ადგილი მსოფლიო დონის ეკოლოგიურ ტურისტულ ატრაქციონად არის ცნობილი. ის ჩინეთის ენტომოლოგმა საზოგადოებამ პეპლების სამშობლოდ აღიარა. ახლა გაჩვენებთ, რამდენი სახეობის პეპლებია აქ წარმოდგენილი. ზაფხულში მაანდის დაბა პეპლების სხვად იქცევა. ყოველ მაისსა და ივნისში ასობით მილიონი პეპელა გამოდის პეპლების ხეობაში და ქმნიან პეპლების აფეთქების სანახაობას. დიახ, პეპლების აფეთქებას ეძახიან ამ პროცესს. ახლა ამ პეპლებს ვერ ვნახავთ, იმიტომ რომ არ არის ახლა პეპლების სეზონი. მსოფლიოში დაახლოებით 20,000 სახეობის პეპელაა დაფიქსირებული და ჩინეთში დაახლოებით 2100 სახეობაა. ქალაქი მაანდი, სადაც პეპლების 320 სახეობაა გამოვლენილი, არის ერთ-ერთი რეგიონი მსოფლიოში, სადაც ყველაზე მდიდარი პეპლების რესურსები და ყველაზე მეტი პეპლების პოპულაციაა. და ეხლა კადრში რასაც ხედავთ, სწორედ არის პეპლების ის სახეობა, რომელიც აქ არის დაფიქსირებული. ულამაზესი სანახაობაა. გარეთ რამდენიმე ჯიშის პეპელას წავაწყდი, იყო შავი ფერის, ყვითელი ფერის, თეთრი ფერის. როგორც აქ ამბობენ, ხეობის მყარმა ეკოლოგიურმა გარემომ შექმნა ხელსაყრელი პირობები პეპლების სხვადასხვა სახეობის გამრავლებისთვის. და ეხლა კადრში თქვენ რასაც ხედავთ, ეს არის ნამდვილი პეპლები, რომელიც ჩარჩოშია შემონახული და აი ზემოთ ხედავთ, აი ზემოთ მინდა განახოთ, აი ეს პეპლების გარდა სხვადასხვა სახეობის წერებიც არის. მაანდის დაბა მდებარეობს მთიან მხარეში, ტყით დაფარვის მაჩვენებელი აქ არის 70%. თბილი და ნოტიო კლიმატია, რაც შესაბამის პირობებს ქმნის პეპლებისთვის. ეხლა კადრში რაც ხედავთ, ეს არის ყველაზე დიდი პეპელა, რომელიც აქ არის დაფიქსირებული.
ძირითად უმრავლესობას აქ ჯუნგლების დედოფლების პეპლები შეადგენენ და სწორედ ის დიდი პეპლები ამ სახეობას მიეკუთვნებიან. ბოლო წლების განმავლობაში ჯანმრთელი იაომ და დიამ ავტონომიურმა საგრაფოებმა შემოიღეს პეპლების დაცვის რეგულაციები, დაარსეს პეპლების ხეობის სპეციალიზებული მართვის სააგენტო და გააძლიერეს საზოგადოებრივი განათლება ეკოლოგიურ დაცვაზე, რათა მაქსიმალურად ყოფილიყო უზრუნველყოფილი პეპლების საცხოვრებელი გარემო და სივრცე. დიახ, ასეთია პეპლების სამოთხე და პეპლების აფეთქება ამ სოფელში.现在由我向大家汇报一下这里的情况。大家看到的这个就是我们湖底谷最多的湖，也是全世界湖底大。因为湖底谷的生态特别好，在我们。